გამარჯობა მეგობრებო. პირველ რიგში გეტყვით, ყველა ჩემი აბიტურიენტი, რომელიც ირჩევს მიმართულებას ფინანსები, ციფრული მარკეტინგი, მოკლედ ეკონომიკის ბლოგს, სასწავლო წლის ბოლო თვეს ჩაუტარდებათ სრული შემთხვევაში ჩემი სტრატეგიის სასწავლო კურსი, ეს ეხება ფინანსურ ბაზრებს, ეს კურსი იქნება სრულიად უფასო. ახლა ვისაუბრებ ფინანსურ ბაზრებზე, ვისაუბრებ აპრილის უკაცრავად თებერვლის თვეზე. იანვართან შედარებით, სადაც იყო ზრდა 4.9%, თებერვლის თვე იყო ნეგატიური, იყო 5% კლება. ეს ნიშნავს, რომ მე ვიმუშავე იანვრის თვე, მქონდა შემოსავალი, მოვიდა თებერვლის თვე, წავიდა შემოსავალი ჩემგან, 2 თვის შედეგით ფაქტიურად არ მაქვს შემოსავალი. რა ვქნათ ახლა ამ სიტუაციაში? ვიდი არაფერიც. ფინანსურ ბაზრებზე ასეთი რამ ხშირად ხდება, შეიძლება 3 თვეც ასე გაგრძელდეს. მთავარია ვიმუშაოთ გეგმის თანმიმდევრულად. მე ვიცი, რომ ასეთი თვეები განმეორდება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მიზანი არის ყოველთვის სამიზნეში და გახსოვდეთ, როცა სხვები ხელებს ჩამოუშვებს, თქვენ ზუსტად ამ მომენტში უნდა დაიწყოთ და ვიწყებთ. ეს არის თებერვლის დინამიკა გრაფიკული. თქვენ ხედავთ, რომ არის აშკარად კლება, ხედავთ პროფიტს, ხედავთ წაგებას და ეს არის ჯამური შედეგი. ფაქტიურად, რაც ავიღე იანვრის თვეში, იმაზე უფრო მეტი გავეცი. ეს პროცენტულად არის 4.46%. გარიგებათა რაოდენობა იყო 9, პროფიტ ფაქტორი 0.26 ძალიან ცუდი. ეს უკვე არის 2 თვის შედეგი, იანვარი, თებერვალი. ხედავთ გრაფიკულ დინამიკას, იყო ზრდა, იანვარში, თებერვალში კლება. შედეგი, საბოლოო შედეგი ამ 2 თვის არის -836. ანუ ფაქტიურად ამ 2 თვეში გავაკეთე 23 გარიგება და შედეგი მოგება კი არა, პირიქით, მცირე ნეგატივი. ეს არის 2 თვის შეჯამება. განვიხილეთ 2 თვე, იანვარი, თებერვალი. ფაქტიურად ეს 2 თვე ვიმუშავე, ვაკეთე გარიგებები, შედეგი არ არის. შეიძლება ყოფილიყო მე-3 თვეც ასეთი. ეს არ არის პრინციპული საკითხი, გეტყვით ასეთ რამეს. ანუ მე მაქვს ჩემი სამუშაო გეგმა, ანუ ჩემი სტრატეგია, აი ამ სტრატეგიის ერთი ნაწილი არის ნეგატივი, მეორე ნაწილი არის პოზიტივი. ეს ნეგატივი ფაქტიურად ნიშნავს კლებას, ანუ ნეგატიურ სიტუაციას მარკეტზე, მაგრამ მე ვიცი, დასაშვები ზომა აი ამ კლების. ეს უნდა იყოს იმდენი, რომ ღამე გეწინოს მშვიდად. რაც შეეხება შემდგომ პოზიტივს, დააკვირდით სხვა თვეების შედეგებს, ახლა კი წარმატებები თქვენ.